ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი. მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ირმა ებრალიძესთან ერთად. ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს დილა მშვიდობის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კონკურენციის კანონ პროექტს ამჯერად ბიზნესს აცნობს. ამ წუთებში სასტუმრო თბილისი მარიოტში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობს შეხვედრა თემაზე კონკურენციის პოლიტიკის განვითარება საქართველოში. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავთოთ კანონ პროექტის ერთ-ერთი ავტორი ქეთე ლაფაჩი. ქალბატონო ქეთევან, გამარჯობათ. გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ანუ თქვენ ხართ ერთ-ერთი ავტორი აღნიშნული კანონ პროექტის, იქნებ მოკლედ გითხრათ, არის თუ არა ეს კანონ პროექტი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და რას ითვალისწინებს, ანუ ბიზნესის მოთხოვნები იქნება თუ არა ამ შემთხვევაში გათვალისწინებული. გულისხმობ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასაც, რა თქმა უნდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში კონკურენციული პოლიტიკის გაჯანსაღება აღიარებულია ერთ-ერთი პირველი რიგის პრიორიტეტად და დღევანდელი შეხვედრაც და ეს რეფორმებიც, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობას უკავშირდება, მიზნად ისახავს არსებული კანონის უფრო მიახლოებას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქვეყნის შიდა ბაზრის ინტერესების, ანუ კონკურენციის განვითარების, დაცვის და მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეიქმნას უფრო როგორ გითხრათ, ქმედითი მექანიზმები კონკურენციის წესების დაცვისა. ქმედით მექანიზმებში გულისხმობ პირველ რიგში იმ ფაქტს, რომ დღეს ჩვენ კი გვაქვს კანონი 2012 წლის მაისში მიღებული და გვაქვს სააგენტოც, მაგრამ კანონში არის მუშაობს, შექმნილი ვითარების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია და მთელი რიგი ხარვეზები არის კანონში, მიუხედავად მისი კარგი დიზაინისა, კანონი არ იძლევა საშუალებას მისი გამოყენებისა მთელ რიგ სექტორებში, გარკვეული გამონაკლისები არის დაწესებული, ასევე არის მთელი რიგი შეზღუდვები თვითონ პრობლემური საკითხების განხილვაზეც კი კონკურენციის სააგენტოს დღეს არ შეუძლია საკითხი განიხილოს საკუთარი ინიციატივით, მას არ ექნება საჩივარი შეტანილი, ამ საჩივრის განხილვისთვის არ იქნება გადახდილი გარკვეული საფასური და პლუს ამას თუ ეს საჩივარი არ მოექცევა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებში, რომელსაც მას წინასწარ განუსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. დამერწმუნეთ, რომ აი ამ ამდენი პირობითობის და დაშვების გათვალისწინებით ფაქტობრივად სააგენტოს არ გააჩნია შესაძლებლობები, რაც ხდება კიდევაც, რომ განიხილოს საკითხები მისი საკუთარი ინიციატივით და რეაგირება გააკეთოს ხელ პრობლემურ кейსებზე. თავარი ერთ-ერთი რაც ხშირად გვესმის ბიზნესმენებისგან პრობლემა, ანუ არის მონოპოლია და ასევე დემპინგური ფასები. ანუ ეს კანონ პროექტი ითვალისწინებს თუ არა მონოპოლიებთან ბრძოლას და ასევე იგივე დემპინგურ ფასებთან. მე მონოპოლიებთან ბრძოლას ასე ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი, რამე თუ თავისთავად მონოპოლიური მდგომარეობა და არც დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე არ არის კანონს საწინააღმდეგო მოვლენა. ბიზნესმაც და მომხმარებელმაც ეს უნდა იცოდეს გარკვევით, რომ კანონი არ კრძალავს მდგომარეობას ბაზარზე, კანონი კრძალავს ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. რაც შეეხება ფასს მონოპოლიურისა და კანონი განსაზღვრავს რა ითვლება ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბიზნეს ბუნებრივია გარკვეულად თქვენ შეეხეთ დემპინგურ ფასებს. დემპინგური ფასები მონოპოლიურ საწარმოებთან დაკავშირებით, საერთოდ დემპინგური ფასი არის დაკავშირებული საერთაშორისო ვაჭრობასთან და იგულისხმება სხვა ქვეყანაში საქონლის იმაზე იაფად გაყიდვა, ვიდრე მისი წარმოების ქვეყანაში ან რომელიმე მესამე ქვეყანაში და რაც შეეხება დომინირებულ კომპანიებთან დაკავშირებით, აქ უფრო მეტად ხდება დემპინგური ფასის ერთ-ერთი გამოვლინება, უბრალოდ მონოპოლიებთან დაკავშირებით ხდება უფრო მტაცებლურ ფასზე საუბარი, როდესაც საუბარია საქონლის იმდენად დაბალ ფასად გაყიდვა, რომ მისი კონკურენტები განიძევნონ ბაზრიდან. აი ამას დაარეგულირებს ეს კანონ პროექტი. საქმე იმაში გახლავთ, რომ კონკურენციის კანონმდებლობა ზოგადად ითვალისწინებს ასეთ პრაქტიკაზე რეაგირებას. კონკრეტულ შემთხვევაში თუ დასაბუთდება, რომ მართლაც ხდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა იმ მიზნით, რომ კონკურენტების გაძევება მოხდეს ბაზრიდან. კიდევ ერთი კონკრეტიკა მაინტერესებს, ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ამიტომ მინდა რომ მნიშვნელოვანი საკითხი მოვასწროთ. ანუ ადრე, როდესაც 1995 წელს თუ არ ვცდები, ჩვენ როდესაც ჰქონდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, იქ იყო მითითებული, რომ 35%-ზე მეც რომელი კომპანია იკავებდა ბაზრის, ის უკვე მონოპოლისტად ითვლებოდა. ამ შემთხვევაში იქნება ესეთი მარჟა ჩადებული, როგორ განისაზღვრება. ეს ჩანაწერი რაც არის აკრძალვები, რომელიც ეხება მხოლოდ დომინირებული მდგომარეობას.
მდგომარეობის, ზოგიერთ ქვეყანაში მონოპოლური გამოიყენა დომინირებული მდგომარეობის კომპანიებს. იმისათვის რომ მეტი გარკვეულობა იყოს შეტანილი, კანონმდებლობა ითვალისწინებს დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრის კრიტერიუმებს, მათ შორის რაოდენობრივ ზღვრულ ნორმას. ერთ-ერთი კრიტერიუმია და არა ერთადერთი ეს 40% არის გათვალისწინებული კანონში და პროექტში. ბოლო კითხვა, ანუ ეხლა გასაგებია რომ კანონპროექტი დამუშავების სტადიაშია, მაგრამ 40% არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, კიდევ ვიმეორებ, დომინირებული მდგომარეობის განსაზღვრის სხვა ხარისხობრივი კრიტერიუმებიც გამოიყენება ამასთან ერთად. კანონპროექტი ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანი. დახვეწის პროცესში მიმდინარეობს გარკვეული კონსულტაციები და როდის იქნება პარლამენტში წარდგენილი, ანუ ბოლო ეტაპი როდის გვექნება? იცით რა არის ეს კითხვა უკვე ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოთ ამ კითხვით, რამე თუ ინიცირებას კანონპროექტისა აკეთებს საქართველოს მთავრობა და მე როგორც ვიცი უახლოეს დღეებში ეკონომიკის სამინისტროდან უკვე წარედგინება შეჯერებული კანონპროექტი. ანუ დასრულდა ამ კანონპროექტზე მუშაობა შეიძლება ითქვას. შეიძლება ითქვას რომ ჩემი აზრის პროექტი მზად არის იმისთვის რომ მოხდეს მისი ინიცირება, აი ეს შეხვედრებიც კიდევ ბიზნესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ამას ითვალისწინებს რომ კიდევ ერთხელ შეჯერდეს ეს კომენტარები და უფრო კონკრეტულად როდის იქნება წარდგენილი ამ კითხვით ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. უახლოეს დღეებში ალბათ. დიდი მადლობა, ქეთევან ლაფაჩი, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვას. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კონკურენციის კანონპროექტს ბიზნესმენებს აცნობს. ეკონომიქსი რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. სახელმწიფო კანცელარიაში ამ წუთებში ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა, პირველ სამუშაო სხდომაზე განხილული იქნება რამდენიმე მცირე და საშუალო ზომის პროექტი, რომელთა მიმართებაშიც საკონტრაქტო ვალდებულების შესრულების კუთხით ხარვეზები არსებობს. ეს არის მდგომარეობს იმაში, რომ სამთავრობო კომისიამ განიხილოს ისეთი კონტრაქტები, სადაც წარმოშობილი არის პრობლემები ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით, ან შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით და გამონახოს ისეთნაირი ოქროშუალედი, რომ არც კომპანიები დაზარალდნენ მნიშვნელოვნად ამით და არც სახელმწიფომ მიიღოს ზიანი. ეს შეხვედრა უკვე თითქმის 2 საათია მიმდინარეობს. თუ რა შედეგებით დასრულდება დღევანდელი სხდომა, ამას ჩვენ შემდგომ გადაცემაში შევეტყობთ 16 საათი და 15 წუთზე ეკონომიქსი უკვე განახლებული ინფორმაციებით დაუბრუნდება რადიო იმედის ეთერს. მე კი ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ინოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.